ულამაზესი სოფელი არის ხონის რაიონში ერთადერთი კათოლიკური სოფელი, რითიც ნამდვილად ვამაყობ. აქ მოსახლეობის დაახლოებით 70% არის სოფელი უდე, არალი, ასევე ვალე. ძველი ეკლესია იყო სოფელში, ხისგან აშენებული იყო და იქ ლოცულობდნენ ხალხი, მოხუცები მოდიოდნენ, რა ქვია, საწირავს წირავდნენ, განცხვარი იქლებოდა ხან რაღაცა და ასეთი რაღაცა და ბავშვობა ასე ყო გატარებული და სიკეთის მეტი არაფერი გვინახია და ვაგზავნებ ჩვენც ასე. ჩვენი სოფლის ეკლესია არის საქართველოში პირველი კათოლიკური ტაძარი, რომელიც აშენდა საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ. დარჩება ჩემი გულში ყოველთვის პირველი საკრებულოს მომენტი, როცა შემოვედი მამა გაბრიელთან ერთად. საკრებულო იყო, მაგრამ არ იყო ადგილი, არ იყო არაფერი და პირველი სირვა იყო ერთი ოჯახში, მერე იყო ერთი მაღაზიაში, მე მახსოვს ერთი მაღაზიაში, სადაც ჩემი თუკა, როცა ვატარებით სირვა იყო სტალინის სურათი, ჩვენ როგორც კარგი ნიშანი. დიდი სურვილი იყო ხალხისაგან, როდის შეგვიძლია რომ ავაშენო ეკლესია, კი იყო პატარა ეკლესია, რა ქვია იქ სასაფლაოსთან, კი ხის ეკლესია და მაშინ თანდათანობით როდესაც შემოთქვა რომ მოვიდა დრო ახალი ეკლესიის აშენებისათვის, მართლაც მთელი სოფლიდან იყო დიდი ყურადღება და აგრეთვე დიდი ინტერესი ამისთვის, თანამშრომლობა იყო კი როგორც მშენებლობის მიმართ, როგორც აგრეთვე სხვადასხვა საქმის გაკეთებისათვის. ქალებიდან, ბავშვებიდან, მამაკაცებიდან კი მახსოვს, როდესაც პირველად იკურთხა ის ადგილი, მერე როდესაც აგრეთვე ზარების კურთხევა იყო და მერე როდესაც ნენელა აშენდა ის ეკლესია ნენელა. ეკლესიის შენობა არ იყო იოლი, რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი, ვინაიდან იყო ბევრი პრობლემა დასაწყისში, მაგრამ მერე იყო ლამაზი, რომ მთელი სოფელი ჩართული იყო ამ შენობაზე. და ლამაზი იყო, როცა იყო ამ ეკლესიის გახსნა, როცა ყველა საკრებულო მოვიდნენ აქ, იყო ბევრი ხალხი. დიდი ზეიმი იყო მართლაც, ვინაიდან კი რომიდან სტუმრები იქონ და აგრეთვე მთავრობიდან გუბერნატორი იყო, მაგალითად ჩანს რომ ძალიან გაერთიანებული ზეიმი იყო, გაერთიანების ზეიმი კი, ვინაიდან დიდი იმედი იყო ამ ფაქტის წინაშე კი. ნამდვილად იყო საოცარი დღე. მე ყოფილი ვარ, როცა არის ვინმე მოხუცი, რომ მიუნება მამა ჯუზეპე გახსოვ ის მომენტი, როცა ვიკავი აქ, როცა ვიკავი ბევრი. იმ დროს შემოთქვა რომ საქართველოში სხვადასხვა ეკლესიები შენდებოდა, ნენელა ეცხება მართლმადიდებლური ეკლესიები და ასე. მაგრამ ჩვენთვის როგორც კათოლიკური ეკლესიისათვის ეს მართლაც დიდი საჩუქარი იყო, ვინაიდან სოფელი როგორც ისტორია, შემოთქვა რომ გინდა არ გინდა მაინც არის კათოლიკური ეკლესიის ისტორია, ვინაიდან კი არავინ არსება რომ წაშალო ეს პირიქით უნდა დარჩეს ეს მომენტი. ახალშენში როცა დასახლდნენ, პირველი რაც მათი სადარდებელი იყო თავიანთი შვილებისთვის სკოლა. გაღმა სოფელში დაყავდათ ბავშვები სკოლაში, ზურგზე მოკოტრებული ხიდიც კი არ იყო მდინარეზე და ზურგზე მოკოტრებული გაყავდათ შვილები ცუდამიჩი, რომ სკოლაში წასულიყვნენ და ესწავლათ ამ ბავშვებს და მადლობა ჩვენს წინაპრებს, რომ დღეს ეს სკოლა გვაქვს. 10 წლიანია, მაგრამ სკოლა არის სოფელში და დარწმუნებული ვარ, სანამ ეს სკოლა იქნება, იქამდე ეს სოფელიც იარსებებს. წლებია უკვე რაც ჩვენთან ფუნქციონირებს კათოლიკური ეკლესია. ჩვენი სკოლისთვის ძალიან დიდი ამაგი აქვთ მათ, გვაქვს კვება, ასევე ტრანსპორტირება, რომელიც ხორციელდება 2015 წლიდან. ჩვენს სოფელში ბავშვები არიან უზრუნველყოფილი აი ამ ტრანსპორტით. ასევე მათი დახმარებით ხორციელდება ექსკურსიები. გასულითი როცა გვაქვს, რაღაც დიდ მანძილზე მივდივართ, შესაბამისად ახლა თანხა, დედმამიშვილები, ორი
2-3 როცა არიან და ისედაც ნაწილობრივ გვიფინანსებენ, გვეხმარებიან ამ ასევე ექსკურსიებზე და ბავშვები, რა ვიცი, ყოველთვის კმაყოფილები არიან. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ეს მისიონერები არსებობენ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ვითარდება, სამწუხაროდ სოფლებში, ქართულ სოფლებში რეალობა რჩება იგივე, რომ სამწუხაროდ ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი არის და დღემდე ამათ სამსახურში არიან. ახალშობილებს ეხმარებიან პამპერსით, მოხუცებს ეხმარებიან მედიკამენტებითა და პამპერსით. სოფელში ცოტა ხალხი დარჩა, განსაკუთრებული იმ ძველი კათოლიკური და ტრადიციული ოჯახებიდან, აგრეთვე ბევრი წავიდა თბილისში, მაგალითად კი ესე იგი, მაშინ ეკლესია პატიურა ყოველ დღე არ არის, მიუხედავად რომ ეკლესია დგას და ყოველ კვირა დღეს ელოდება ხალხი ცირვისთვის. ამ წლების განმავლობაში მსახურება იყო მამა კარლოსგან, მერე იყო მამა დანიელესგან და კი ნიშანი რომ მაშინ ჩვენი ეკლესიიდან ყურადღება იყოს რომ მართლაც ეს ეკლესია არ იყო აშენებული ტყუილად. მიუხედავად რომ ზოგჯერ ცოტა ხალხი დადის, მაგრამ მაინც არის ის პატარა წვეთი, რომელიც აღნიშნავს, ამტკიცებს, რომ მაინც სოფელში ხალხში დარჩა რწმენა